გამარჯობა. მოკლედ დღეს გვაქვს განსხვავებული ვიდეო. არ ვიღებთ არც მოტოს, არც კვადროს, არც წყლის სკუტერს. დღეს გაჩვენებთ რამდენად კარგია ევაკუატორი ტრეკზე. არა, მართლა არა. დღეს უნდა გადავიღოთ ყველასთვის საყვარელი BMW S1000 RR. Odds are I've already left town. A few cities in between the new skyline where I'm looking down. მოკლედ როგორც თქვით, დღეს განვიხილოთ BMW-ს. ალბათ ყველასთვის თუ არა, ვინც მოტოებში ერკვა, იმათთვის ყველასთვის საყვარელი იქნება. ამით ვინმეს არ ვაკნინებ და ვინმეს არ ეგონოს თუ BMW არ უყვარს, მოტოები არ უყვარს, მაგრამ ტექნიკურ საკითხებში ნამდვილად პირველია ეს მოტოციკლეტი. 2009 წელს შეიცვალა ეპოქა მოტოსამყაროში, როცა გამოვიდა პირველი BMW. ოღონდ S1000 RR. BMW ძალიან დიდი ისტორია აქვს მოტოსამყაროში, მაგრამ სპორტში ბევრჯერ სცადეს მანამდე, რატომღაც გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ოპოზიტური ძრავი ჰქონდათ. მერე მოსახვევში ეს ძრავის ცილინდრები დაბლაედებოდა, არასტაბილურია, ვიბრაციები აქვს, მერე მოიფიქრეს და ეს ცილინდრები მაღლა აწიეს, მაგრამ საერთო ჯამში ვერასდროს ვერანაირი შედეგი ვერ დადეს. თუმცა 2009-ში გამოვიდა K46 ძრავი S1000 RR. მიუხედავად იმისა, რომ 2009-იანს და 10-იანს ალბათ დედამიწაზე ვერსად ვეღარ იპოვეთ, იმიტომ რომ ბრაკი იყო და გათავდა ყველა მოტოციკლეტი. სამაგეროდ მართლა ეპოქა შეცვალა, იმიტომ რომ მოტოციკლეტი, რომელიც გამოვიდა, ჰქონდა ABS-ი, მოცულობის საწინააღმდეგო სისტემა, წვიმის რეჟიმი, ცალკე სხვადასხვა რეჟიმები. შემდეგ გამოვიდა უკვე მეორე თაობა. მეორე თაობა გამოვიდა 2011-ის მეორე ნახევრიდან, Gen 2 უკვე და 2011-ის მეორე ნახევრიდან გამოდიოდა და გამოდიოდა 2015-მდე. 2014-ის ბოლომდე, 2014-ის ჩათვლით. ამ დროს გამოვიდა, ამავდროულად გამოვიდა HP4, high performance, რომელიც არის მაგათი მოდელი. თითქმის ყველაფერი აქვს, რაც უკვე 2015-იან RR-ს, მაგრამ ის უფრო ადრე გამოვიდა. სამაგერად 2015-ში გამოვიდა ეს მოდელი. ეს მოდელი პირველად რომ ნახე, სხვათა შორის ზუგდიდის დრაგი იყო. 2015 წელი იყო ალბათ და კი 2015 წელი იყო და ჩამოიყვანეს მოსკოვიდან იყო ჩამოსული ეს მოტოციკლეტი. და ანუ ძალიან მაგარი ვიზუალი ჰქონდა პირველად რომ ნახე. ჯერ ერთ სუახალი იყო მოტო. მერე სასწაული პერფორმანსი ჰქონდა. ანუ ვინც დადიოდა ასე თუ ისე ხა დრაგში გამოცდილი არ იყო, რო ისტარტებოდა, სტარტზე ძალიან ელა დაიძრებოდა და მერე აი სასწაულად მიდიოდა მოტოციკლი და ძალიან მომეწონა. 2016 წელს უკვე ვიფიქრე რომ მეთქი ეს მოტოციკლი ხო არ ვიყიდო მეთქი, მაგრამ მაშინ ეს მოტო ღირდა კატასტროფულად ძვირი. მე ამას ვერ შევძლებდი და ჩემმა ძმაკაცმა მითხრა რომ მოდი ეგ მოტოციკლეტი ვიყიდოთო. ჩემი ძმაკაცი სამწუხაროდ დღეს ცოცხალი აღარ არის. ეს მოტოციკლეტი ვიყიდეთ იდეაში ერთად რომ ლადოს სურვილი იყო რომ მოდიო ეს მოტოციკლეტი ვიყიდოთო და ფაქტიურად ეს მოტოციკლეტი მე რომ მყავს ლადოს დამსახურება. იმიტომ რომ მე მაშინ ფიზიკურად ამდენს ერთდროულად თან მithumetes ვერ გადავიხდიდი და ეს მოტოციკლეტი ვიყიდეთ სუახალი. გერმანიაში შევუკეთეთ. მე ეს მოტო რომ დამზადდა ჩავედი, ადგილზე ვნახე მაღაზიაში, ის ფოტოებიც მაქვს, სხვათა შორის Facebook-ზეც მიდევს. მაღაზიაში ვნახე და მე ჩამოვედი და უკვე მოტოც ჩამოვიდა. ეს მოტოციკლეტი 2017-ის დასაწყისში ჩამოვიდა. არის 2016-იანი. იმ დღიდან მოყოლებული მე მყავს. და სამწუხარო ამბავის მერე, ლადოს გარდაცვალების მერე გადავწყვიტე რომ ეს მოტოციკლეტი ყოველთვის იქნება ჩემთან. ჩემ გარაჟში არის რამდენიმე მოტოციკლეტი, რომელიცაც ვიცი რომ თუ რამე განსაკუთრებული უბედურება და ტრაგედია არ მოხდა, არასდროს არ გავყიდ და მათ შორის ერთ-ერთი არის ეს მოტოციკლეტი, აქ მიწერია კიდეც რომ ლადოს სახელზე მყავს და ყოველთვის იქნება ჩემ გარაჟში. და ტექნიკურ მახასიათებლებზე რო ვისაუბროთ რა, ამ მოტოციკლს ქარხნულად აქვს 199 ცხენის ძალა. საერთოდ არაფერი გამიკეთები ამ მოტოზე, სხვათა შორის, იმიტომ რომ რამდენჯერ მე ვიარე ტრეკზე. ტრეკზე ხა ამას 199 ცხენის ძალა იქნება თუ 205 ან 208 არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ერთხელ დავაყენე დინოზე და ჰაირის ფილტრი მაქვს შეცვლილი, კაინდენის რეისინგი მიყენია და მაყუჩი. და უბრალოდ ამ სეტაპის გამო ქარხნულად 199 უნდა ქონოდა, მაგრამ დინოზე დაწერა არ მახსოვს გონი 207 თუ 208 ცხენის ძალა.
მაგრამ რეალურად ამ მოტოციკლეტს ხენძალები არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს მოტოციკლეტი უკვე ბევრი წელია დგას. რამდენჯერმე მყავდა იმის მერე გამოყვანილი, უბრალოდ ეს მოტოციკლეტი ძალიან მიყვარს და უბრალოდ ეს ჩემთვის არ არის როგორც მოტოციკლეტი, ეს არის რავი ძალიან ძვირფასი, როგორ თქვა, ნივთი. ამ მოტოს ყველაფერი განსაკუთრებული აქვს. მართლა აი სასწაული მონაცემები აქვს თქვენ ხა სწორზე კატასტროფულად ჩქარი არ არის, არც რო თქვა რომ რავი, არ ვიცი რა შევადარო, მაგრამ ამაზე ჭკვიანი მოტო და ამაზე დამჯერი მოტო მეორე არ არსებობს. აი როგორც აი რა შევადარო, აი მაგალითად რო თქვა რომ აი რავი სამედიცინო ინსტრუმენტი როგორი ზუსტიც არის, აი ესეთი ზუსტია, აი რასაც გაიფიქრებ, იმას აკეთებს რა. ამას აქვს quick-shifter-ს რო ეძახიან, უბრალოდ quick-shifter-ს ეძახიან, თუ ამას ასისტი ქვია. იმიტომ რომ მაღლა სიჩქარების შეცვლა და ქვემოთ სიჩქარების ჩამოყრაზე არ ჭირდება კონუსი. აქვს ასევე კრუიზ კონტროლი, სახილურების გათბობა, უამრავი მოუდი, აი სასწაული მოტოციკლეტია. ამორტიზატორები აქვს ელექტრო. ამის ამორტიზატორები მაქვს მე გასწორებული ისევ და ისევ დეიმოსთან. და აი რო ვთქვა მართლა ისეთ რაღაცებს პატიობს ეს მოტოციკლეტი. აი ბევრჯერ მიფიქრია რომ აი ამ მოტოთი ვიღაცას ავარია რომ მოსდის, ალბათ ეს პირდაპირ უნდოდეს რომ ეს გააკეთოს, წავიდეს და რაღაცა უნდა დაეჯახოს. ტორმუზი აქვს სასწაული, ძალიან მაგარი. ერთადერთი ამ მოტოს მინუსი რაც აქვს, მინუსებზეც რო ვთქვათ, არ მომწონს ამისი იცი რა რომ აი მუხრუჭი ძალიან ეფექტური აქვს, მართლა ძალიან მაგარი მუხრუჭი აქვს, მაგრამ ცუდი ის აქვს რომ აი ტრეკზე მაგალითად ეს მუხრუჭი ვერ მუშაობს. იმიტომ რომ შედარებული მაქვს და ამ ვერსიის HP4-ს უყენია M50, არა ბოდიში M4 უყენია სუპორტი და იმ სუპორტის ხუნდი და ამისი ხუნდი რო შევადარე, ამას წინ 8 ხუნდი აქვს და ის 2-2 დავდე და ამის ერთი ხუნდი ცალი მხარე რო შევადარე 1.8 სანტიმეტრით არის პატარა მოჭიდების არეალი. ანუ ფაქტიურად 2 სანტიმეტრით პატარა ხუნდი აყენა, რის გამოც ხურდება. თუ ტრეკზე არ დადიხართ, ამის ხუნდებს ვერ გადაახურებთ. სხვა ყველაფერი რაც აქვს ამას თვითონ სპიდომეტრზე აქვს მაჩვენებელი, ტრეკზე რო შედიხარ მაგალითად რამდენ გრადუსზე დაწვევი და ეგეთ რაღაცებს ყველაფერს იმახსოვებს. ერთადერთი მე ამ მოტოს რაც არ მომწონს, ერთი რაც მართლა ძალიან მაგრად მომწონს არის ისრიანი სპიდომეტრი ანალოგური, ძალიან მაგარი. ტახომეტრი ანალოგური, ანუ ნებისმიერ სიჩქარეზე შეიძლება დააფიქსრო რაც არის და ერთადერთი რაც არ მომწონს, ის ბევრი ფუნქცია რაც ამას აქვს, ანუ თვითონ სპიდომეტრი არ არის ინფორმატიული. აი ფაქტიურად კალკულატორი აქვს რა. კალკულატორის ეკრანზე მუშაობს, მაგრამ არის ძალიან მაგარი მოტოციკლეტი. ეს უბრალოდ ეს ჩათვალეთ რომ უბრალოდ რავი. ნავაროტკას რო ეძახიან, ეგეთი ვარიანტია რა. დანარჩენი ამ მოტოზე რაც შემიძლია ვთქვა ის არის რომ ესეთი ზუსტი ტექნიკა მე რავი რამდენი წელია რაც კი რამე საუკეთესო მოტო არსებობს ყველაფერი გატესტილი მაქვს აბსოლუტურად. ეხლა ვიღაცამ შეიძლება რაღაც დამიწეროს რაღაც სისულელე მაგალითად რომელიღაცა ბრენდი არ მინდა კონკრეტულად თქვა რომ ის თუ გავს გატესტილიო და არის რაღაც ბრენდები რომელიც გატესტված საერთოდ არ მაინტერესებს. მაგრამ იმიტომ არ მაინტერესებს რომ ვიცი რომ შედეგი არ აქვს. იმიტომ რომ არის სპორტის კლასები, MotoGP, SBK და მსგავს რაღაცებს, სადაც მოტოციკლეტები მონაწილეობას იღებენ და მერე იქ ავლენენ თავიანთ საუკეთესო შესაძლებლობებს. ის ზოგი ბრენდი იქ წარმოდგენილი არ არის. ეხა ამას აუცილებლად ტრეკზე შევიყვან. ესეთი მოტოს გატესტვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ტრეკზე. ერთი რაც შემიძლია ვთქვა რომ ამაზე ეხა პერფორმანსისთვის დიდი არაფერი არ მაქვს გაკეთებული. ქართულად უყენია მსუბუქი დისკები, ჰაი პერფორმანსის. ერთი უკანა სამუხრუჭე დისკი შევცვალე რომ მსუბუქი ყოფილიყო. ისიც ფაქტიურად უსახმურობისგან თორე ამას ჩემთვის შედეგი არაფერი არ მოუსია. მე მაგდენი ტარება არ ვიცი რომ რაღაც ეგეთ მსგავს ნიუანსებში, მიკრო ნიუანსებში რომ რაღაც განსხვავება ვიგრძნო. და შევიყვან ტრეკზე გავტესტოთ და მე ვნახოთ, მე კიდე რაღაცებს დავამატებ, უბრალოდ აი მართლა ჩემთვის ეს მოტო იმდენად ემოციურია, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ანუ ბევრი მოტო მყავდა მანამდე, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ აი ყველაზე პირველი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოტო ეს არის რა. ის როგორც 2011-ში ვიყიდე JSX 1000. მე რაც ყავს 2005-იანი, მაშინ ის სასწაული იყო, ეხლა ჩემთვის 2011-ში ახალი დამდგარი იყო, ზამთარი იყო ის მოტო რო ვიყიდე და დღემდე სხვათა შორის გარაჟში ძინავს მაგ მოტოს და ეგეთი მოტოების სიაშია, რომელიც არასდროს არ გაიყიდება და ყოველთვის ჩემთან ერთად იქნება ჩემ გარაჟში. ეხა ამაზე საბურავები მიყენია ტრეკისთვის, სხვათა შორის საბურავებს ნახე გადაიღებ. საბურავების ტრეკზე ნასწავლების საბურავებია და იმის მერე ტრეკის მერე ქალაქში არც მივლია. ეს ესე იყო, ეხა ტრეკზე ვული, ისე მისაბმელზე დავდებ და წავა გარაჟში დაიძინებს
მომავალ სესიამდე. And a note on the door of your house. And this silence reminds me of what's left behind me for now. There's a broken down car parked outside the barn up the road. And a weather vane hanging all crooked from the rain and the snow. I'm a half mile past where we ran out of gas years ago. So I'm taking my time and I'm gonna drive by it once more. But you'll see there's a new life waiting, and I just don't want this feeling to go. If you're reading this now, please remember the good times we had. Don't forget about the moments we tried, we cried, or we laughed. There's a good chance our paths will eventually meet up somehow. Just know I had good reason to go. If you're reading this now, I spent too many nights with the lights out, replaying this scene where we share the same space, the same beautiful place in my dreams. And I kick at the walls, I keep tripping on old memories. And I try to sing along to the song on this old record machine. But I can't. მოვედი. ყველანაირი ემოცია მინდა მახსენდება, იმიტომ რომ ამ მოტოციკლს ერთი ძალიან მაგარი ისაა, რომ დიდი ხანი რო არ მждავარ, აი დიდი ხნის იმის მერე, ხო იცი, მონატრების მერე მაინც ისე ისეთია, როგორიც თქვათ ერთი წელი შეიძლება იყოს, რომ არ დავждე მაგ მოტოზე, მაგრამ ერთი წლის მერე რო დავждები ისე ისეთია. ელავია რა თქმა უნდა. საბურავი პროსტა ნახე რა. მე და ერეკლე მივარეთ ერთად. თან ერეკლეს დავყვებოდი, მაინტერესებდა რა ტრაექტორები დადიოდა, რომ რამე თუ რამე შეცდომა ექნებოდა და რაღაც რომ შევასწოროთ ერეკლე გამოდის სამოყვარულო კლასში. და დაიწყო ვარჯიში. სხვათა შორის დაწყებისთვის ძალიან კაი შედეგები აქვს. ძალიან მომწონს ტრაექტორებზე ვარჯიშობს, მოტოციკლეტი ნენელა მოყვავს ჭუაზე, ეს არის ერეკლეს მოტო. ერეკლეს ვინც არის ცნობთ, არის ყველაზე სწრაფი ევაკუატორი. თუ ვინმე დაგჭირდებათ აქ ერეკლეს ნომერი გამოჩნდება. შეიძლება დაუკავშირდეთ ნებისმიერ გადაზიდვაზე, ნებისმიერ არაგაბარიტული ტვირთის და მოტოციკლეტის გადატანა გადმოტანაზე. ერთი რაც იყო, რომ ბევრჯერ დამხურჭა ერეკლე მზედიზედ და ჩაუვარდა ტორმოზი. მაგას ვიდეოში ნახავთ, რა მოხდა. და ხრესზე შევიდა, რაც თავარი არ დაიბნა, არც წაიქცა. გადარჩა, ხრესზე შევიდა, უბრალოდ გამოვედი და აი მართლა სურას ვამბობ, რომ რატოა ტრეკი ძალიან კარგი და როგორი მოწესრიგებულია სიტუაცია, ნახე. როგორც კი მოსახვევში ერეკლე ვერ დაამოხრა და გზიდან გადავიდა, სანამ წრე დავართ, ანუ ნახევარზე მეტი წრე გავლილი ქონდა, სანამ მოვედით სტარტამდე, უკვე ტრეკის პიკაპი გზაზე იყო ალექსა, ეგრევე გამზადებული იყო, რომ თუ რამე დახმარება დაგჭირდებოდა, რომ დაგხმარებოდა, ეგ კადრიც არის ვიდეოში. მოემზადეთ ყველა. 5-ში არის შეჯიბრი, ძალიან კარგი შანსია იმისთვის, რომ იმეცადინოთ, ივარჯიშოთ, ტრეკი დაამუღამოთ, საკუთარი თავი გაიცნოთ და ტრეკზე ძალიან კარგი ის არის, რომ საკუთარ მოტოს გაიცნობთ, საკუთარი მოტოს შესაძლებლობებს და საკუთარი თავის შესაძლებლობებს გაიგებთ. და კიდე რა არის? ბევრმა მითხრა უკვე, რომ იცი რა, რომ მოდი აი ახლა თავს შევიკავებ. აი შემდეგისთვის და იმის შემდეგისთვის. ნახე რა ხდება. წელს გვაქვს 3 ეტაპი. ყველა ეტაპის დროს გროვდება რაღაც ქულები. სულ რო 27 ადგილზე გახვიდე, რაღაც ქულა მაინც გაქვს. ეს ქულები წლის ბოლოს დაჯამდება და ნახე კარგი რა არის. ესეთი პრინციპია რა. იქიდან გამომდინარე, რომ 3 ეტაპია და ბევრი ეტაპები არ გვაქვს,
წლის ბოლოს ერთი ყველაზე ცუდი შედეგი უქმდება. ანუ ნახე რა მოხდება. სიტყვაზე ვამბობ, ეხლა რომ შეჯიბრზე ვიღაც გამოვიდეს და გავიდეს მე-7 ადგილზე და შემდეგი ორი შეჯიბრი რომ სიტყვაზე მოიგოს, ექნება მხოლოდ იმ მოგებული ქულების შედეგები. ასევე პროკლასში იქნება კვალიფიკაციის ქულა, წლის რეკორდის ქულა. ანუ ბევრი რამდენიმე ქულა ჯამდება და საერთო ჯამში წლის ბოლოს გამოვა შედეგი. ამიტომ ყველა მოემზადეთ, ყველა ივარჯიშეთ, ყველა მივარჯიშეთ და რავი, ტრეკზე უსაფრთხო ადგილი მოტოციკლეტისთვის და ექსტრემისტვის მეორე არ არის. აი, მიხანა ჩვენი შარშანდელი ჩემპიონი წელს რას იცავს ნახოთ. მინდა რომ გულით უსულო, მაგრამ ჩემ კლასშია და გულით შემიძლია უსულო რომ მეორეზე გავიდეს. პირველ ადგილს სამწუხაროდ ვერავის ვერ დაუთმობ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ წელს უეჭველი ვიგებთ. უეჭველი. აი, ეხა გამზადებული მყავს ეს, მოდი ნახე. აი. საბურავი ხო ცხელდება და რას ვაცხელებთ ნახე. რა ცხელია. წელს სლიკებით ვიქნებით. დაშვებულია უკვე სლიკები და წელს უკვე ამ მოტოთი უნდა მოვიგოს. სხვა შორის ეს მოტო ჩემპიონი არის თავის ისტორიაში. ჩემ გარშე საერთოდ ყველა მოტოს აქვს თითო რაღაც ჩემპიონობა მოგებული. ერთ ჰაიაბუსას არაფერი არ აქვს მოგებული, იმიტომ რომ ისე ვიყიდე რომ შეჯიბრი არც ყოფილა და იმით ვერც ვერაფერს ვერ ვიზავ და იმას რა ქვია ენდუროს ტარება მე არ ვიცი. ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ენდურო ჩემთვის საშეჯიბროთ არა. ენდურო მიყვარს, რომ თქვა თუ შეჭირო წავალ მაღალ თენაჭარაში, აი კაი ადგილების ნახვა. თორე ისე რომ ეხლა ენდურო შეჯიბრზე რომ გამოვიდე არა. ბიჭები იმდენად განვითარებულები არიან ენდუროში, იმდენად კიდე ერთ საიდუმლოს გეტყვით. ოღონდ არავის არ უთხრათ. ერთი კაი ამბავი ნახე რა გვაქვს. მოკლედ ფედერაციის პროექტია ესეთი. ფედერაცია ამზადებს ესეთ რაღაცას, რომ ბავშვები რომ წამოვიდნენ სპორტში და ნახე რატო. ეს ისეთი სპორტია, რომ აუცილებელია რომ ბავშვობიდან დაიწყონ რა. ეხლა მე ამ სპორტისთვის, აი ისეთი დაგვიანებულია ჩემთვის, მე უბრალოდ ეხლა ვერთობით რა. რეალურად კი ეხლა სპორტსმენები ქვია, ვარჯიშობთ, ბევრს ხარჯავთ, კარგ სანახაობას გთავაზობთ რაღაც, მაგრამ როგორც ესეთი პროფესიონალურ სპორტში ისო საზღვარგარეთ რომ ჩვენიდან რომელიმე ჩვენებიდან რომ წავიდეთ, რა თქმა უნდა შედეგი არ ექნება. ამიტომ ვეძებთ ბავშვებს, ვინც პატარაობიდან დაიწყებს მოტოთის სიარულს, ასევე პატარაობიდან და არა შენ. ვინც ეს არის ნახე თავისი დაიკეტა ტრეკზე გარდაცვლილების სული თვითონ აქ არიან. მადლობა. აცხონოს უფალმა, მაგრამ არავინ არ მოკვდა ტრეკზე ჯერ. საბედნიეროდ. არა, არავინ არ მოკვდა, რა თქმა უნდა, არავინ არ მოკვდა. ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგაზე არ ნერვიულობთ. ნახე, ბავშვები, ძალიან ბევრი პატარა ბავშვი არის ენდუროში. სხვათა შორის გუშინ მქონდა ფედერაციაში საუბარი მაგაზე და მე ენდუროზე ხშირად დავდივარ ხოლმე შეჯიბრებზე საყურებლად, ძალიან კაი სანახაობაა. მაგრამ არ ვიცოდი ის ბავშვები ვინ იყვნენ ლიდერები. არის რამდენიმე ბავშვი, რომელიც თქვათ ენდუროც ძალიან კარგად ადის რა. სხვათა შორის ძალიან ბევრი ბავშვი ყავს წარმატებული კარტინგებზე. წამალაშვილი, კობახიძე, კიდე რამდენიმე ბავშვი, არ მინდა რომ ვინმე გამომჩეს ყოლას ვერ ვიტყვი და ძალიან კარგი იქნება რომ მოტოსპორტშიც რო ყავდეს ვინმე ენდუროს მიმართულებით იქნება თუ ასფალტის მიმართულებით იქნება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ასევე კარგი არის კროსი. როგორც ვიცი ფედერაცია აპირებს პატარა მოტოების ჩამოყვანას პატარა ბავშვებისთვის, რომლებიც შენ ტყულა მიციმციმებ მაგ თვალებს, შენთვის მაინც პატარა იქნება ეგ მოტოციკლეტი. და პატარა ბავშვები, ვინც გამოჩნდებიან ისეთი, რომ ვინც შედეგს დადებს, ფედერაცია დაეხმარება ყველაფერს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებში მიიღონ მონაწილეობა. ოღონდ არავის არ უთხრათ, ეს ისე შევესწარი ამ საუბარს და გავიგე. არ გააბაზროთ. ნუ ნახოთ რა იქნება რა, მომავალი წლისთვის უკვე იმედი მაქვს, რომ კროსის ტრასაც შეიძლება იყოს, რაც მარტივი არ არის, საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. საერთოდ ესეთ ბაზებს აქვს ძალიან დიდი პლუსი რა, ისეთი მაგალითად როგორც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი. რუსთავის ავტოდრომი არის უსაფრთხო. პირველ რიგში ყველას რომლები მაგას რომ ეს არის უსაფრთხო. ძალიან ბევრი მოტოციკლეტი დადის ქალაქში. ძალიან ბევრი მოტო დადის ცუდად. მე ანგელოზის როლს არასდროს არ ვითამაშებ, იმდენად შორს ვარ მაგისგან რომ ვერც ვითამაშებ. მეც ძალიან ბევრი დამრღვევია, მეც ძალიან ბევრს ვარ ღვევ, მაგრამ ვცდილობ რომ ქალაქში საერთოდ ვიარო ძალიან ნელა რა. მაგალითად, იმიტომ რომ ეს მოტოციკლეტი აქ იყო დატოვებული. BMW-ზე დისკები მქონდა მოხსნილი, იმიტომ რომ
შეჯიბზე მეორე BMW-ით გამოვიდა, იქ ქონდა დაყენებული, ვერ მოვიცალო გადმომეყენებინა და ეს დღეები დავდიოდი Kawasaki-ით რა და დავდიოდი ძალიან ნელა. ერთი მიზეზის გამო. ის არის ძალიან ჩქარი მოტოციკლი და ვცდილობდი რომ ჩქარა არ მევლო, იმიტომ რომ როგორც ქალაქში საერთოდ ზოგადად ჩქარა საერთოდ დავდივარ, მაგრამ მე ჩქარავს გულისხმობ რა, აი მაგალითად რაღაც მონაკვეთში რომ ჩქარა გავიარო, სადაც უსაფრთხო იქნება რა თქმა უნდა მაქსიმალურად, მაგრამ საერთოდ არ დავდიოდი ჩქარა, იმიტომ რომ მე იმ მოტოზე რომ გადავეწყობი და მე იმის აჩქარებას და იმას რო გზნობ, მე ამაზე რო ვждები გაფუჭებული მგონია. და მაგიტო არ მინდოდა რომ გადავწყობილიყო იმ მოტოზე და ნელა რო ვიარე სხვათა შორის ძალიან აი რა გითხრათ, ანუ მესმის რომ გინდა, მაგრამ აი მეც ისე ვიყავი რა, რომ აი მთხოვდა მოტორო ჩქარამელო და მესმის რა შეგრძნებაც არის, მაგრამ ყველას მართლა გთხოვთ რომ ქალაქში საერთო მოხმარების გზებზე თავი შეიკავეთ ჩქარას ზიარულისგან. ძალიან კარგად ვიცი რა ადრენალინა, ძალიან კარგად ვიცი რა გზნობა, თქვენიც მესმის. უბრალოდ რა ვიხა მე ვერავის მასწავლებელი ვერ ვიქნები, უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება მეგობრული. დანარჩენი ერთი კიდე დავამატებ რომ ეხა პირველი ეტაპი არის 5 ივლისს შაბათს ასევე ჩვენთან ერთად იქნება პადოკზე ტრეკზე სადაც ანუ მანქანებსაც აყენია შუა მონაკვეთზე ვინც იცით პადოკი რა არის სად არის პადოკზე იქნება ასევე სამოყვარულო შეჯიბრი დრიფტში მანქანების ასევე როგორც ბიჭები გვპირდებიან და ორგანიზატორები იქნება ძალიან ბევრი გართობა იქნება მუსიკა იქნება DJ-ი იქნება ჯგუფები იქნება როგორც ვიცი და კარგი გართობა იქნება ამიტომ ყველას გეპატიჟებით გამეხარდება თუ ბევრი ხალხი იქნება აქ და კიდე ერთი ამის შემდეგი და შემდეგი ეტაპი იქნება ავტომობილებთან ერთად დაემატა ავტომობილების წრიული რბოლა და ძალიან მაგარი სანახაობა იქნება სტარტზე იდგება 25 ავტომობილი 25 მანქანა სტარტზე ძალიან მაგარი საყურებელი ჩვენც არ ვიქნებით ჩვენ სხვა შორის ჩვენ დაახლოებით 10 მოტოციკლი ვიქნებით პროკლასში და მოყვარულებშიც მაგდენი ან ცოტა უფრო მეტი ძალიან მაგარი სანახაობა იქნება ასევე იქნება სეტანტაზე იქნება ლაივში და ძალიან კარგი იქნება თუ მოხვალთ ერთად გავერთობით ბევრ კარგ სანახაობას გვირდებით ძალიან დაძაბული რბოლა იქნება ძალიან დაძაბული ნახოთ რა იქნება ყველანი ვემზადებით და ყველას წარმატებას გისურვებთ შემდეგი ვიდეო თუ მომაფიქრებინებთ რა იქნება კარგი იქნება მაგრამ ვფიქრობ რომ ალბათ შემდეგი ვიდეოსთვის ალბათ ისევ ჩემს სკუტერს გადავიღებ ვესპას ყველაზე წრიული ბოლა და იცი წრიულ ვფიქრობ შემდეგი ვიდეო წრიულ ბოლომდე შეიძლება მოვასწროთ სანამ თქვენ დაღლილი მისი აღმაწებულესობა დასასვენებლად წახვალთ შორს ესპანეთში მანამდე იქნება ერთი ვიდეო მოვასწროთ და იმდენი ვიდეო გადავარებინე მამოთებში რომ ხო ну დაისვნა და კიდე ერთი 28 ივნისს ლაგოდეხში იქნება მოტო ფესტივალი ეს ფესტივალი რამდენიმე წლის წინ იყო სადაც ვიყავით ყველანი წარმოდგენილები ძალიან მაგარი გართობა იყო ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი და ესეთი შეკრებების ძალიან მაგარი აზრი და მუღამი არის რომ ანუ ის ხალხი ვისაც ყველას გვაერთიანებს მოტოსიყვარული არ აქვს მნიშვნელობა ეხა კრუიზერი იქნება სპორტი იქნება თუ ენდურო იქნება ყველანი ეს ხალხი ერთად ვიკრიბებით ძალიან მაგარი გართობა იქნება ძალიან ბევრი მუსიკა იქნება და კახეთში ას თავარია ლაგოდეხში წვადი იქნება ძალიან ბევრი ყველაფერი იქნება ყველაფერი კარგი იქნება ძალიან საყვარელი ხალხი ატარებს ჩვენი მეგობრები ამ ფესტივალს და ძალიან მინდა რომ იქ ვიყოთ და ნახოთ მისი აღმატებულესობა ოპერატორი თუ მოახერხებს წამოსვლას მოახერხებს მართვის მოწობის გარეშე მქონე პირი თუ მოახერხებს წამოსვლას და გადავიღებთ მაგასაც შემოგთავაზოთ და სხვათა შორის ვაფშე მაგას გეტყვი ვესპათი წავიდეთ თან გადავიღოთ ვესპა თან ფესტივალი გადავიღოთ თან ჭამოთ ჯანდაბას ჩემი დიეტა ეგ ვესპა გატესტილი არის დაშროგზაზე დაახლოებით ისე აი ლაგოდეხში ვერა მაგრამ აი მილანში მილანი სერბეთი გატესტილია მაგ ვესპათი მაგ ფოტოს შემოგთავაზეთ მე მოკლედ შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით აბა კარგად გავიგეთ რომ ეს პატარა ბავშვები რა აღზარდოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იმ მოტოზე პატარა ბავშვი და კადრში თავი არ ეტევა შეხედე აი მოდია მან დაეტევი აი მან დრო დაეტევი მე ზომების აღება მოგვიწევს და